მოგესალმებით, მომავალი ტივის ეთერშია ყველაზე შემოქმედებითი გადაცემა არცთაობა მეტი სოფაშენგელია. ვარ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფორმატი შეიცვალა. ახლა უკვე განსხვავებული თემებით, განსხვავებული სტუმრებით, განსხვავებული აქცენტებით. მე ახლა კი გაგაცნობთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, გიორგი თუშიშვილი, პოეტი. მოგესალმებით, მოხარული ვარ. მადლობა გიორგი, რომ გამონახეთ, რომ მოხვედით ჩვენთან სასაუბროდ. მოდმეყურებელს პირველ რიგში გავაცნოთ დღევანდელი პრობლემა ჩვენი. ეს არის დახსა დარჩენილი ქართული შემოქმედება, ანუ რატომ არ იყიდება ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მწერლებისა თუ პოეტების წიგნები. ეხლა ეს თემა დროებით გვერდზე გადავდოთ. პირველ რიგში ვისაუბროთ ჩვენზე. გაიცანი მაყურებელს უფრო კარგად, უფრო დეტალურად. კარგით, გიორგი თუშიშვილი, მოგესალმებით, ვარ მწერალი. პოეზიაში მოღვაწეობს ძირითადად. რამდენად პოეზია არის ეს ყოველივე, ოდესღაც ალბათ თავის სახელი დაერქმევა ყველაფერს. დღესდღეობით ჩართული ვარ ძირითადად ამ სფეროში, მოღვაწეობ აქტიურად ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც არის პატარ-პატარ ხარვეზები, რომელიც გამოიფხვრება და გამოვიწევ თავად ყველაფერს ისე ნორმალურად და ამაზე როგორც დავიწყე. ეს არის და ეს. მოვუყარ მაყურებელს როგორ ჩამოყალიბდა შენში პოეტი, როდის აღმოაჩინე, ან როგორ მივხვდი, როდის მივხვდი, რომ გინდოდა შენ გეწერა. და წერა იყო რა. ზანცნაურად მოხდა, დაუბრუნდი ლიტანიობიდან, ეს ჩვენი რელიგიური დღესასწაულიდან. მოდიოდი და აღდგომა დილით, რაღაც ესე აზრად მომივიდა, რომ აღდგომა დღეზე უნდა დამეწერე რაღაც ლექსი. ეს პირველი ნაბიჯი ეს იყო და გადავწყვიტე, რომ ამოვო ყავანი და შევუდექი საქმეს. უბრალოდ წყალობამაც არ დააყოვნა და რა თქმა უნდა გამოვიდა რაღაც ელემენტარული რაღაც შევქმნე პატარა ტაბულა ავაგე, ლექსი დავარქვი და მას მე ესე მოვაწევ და ვაგრძელებ. ანუ იმ დღიდან ეს 2006 წელს მოხდა აღდგომა დღეს. რამდენი წელი ყავი მაშინ? მაშინ იქნებოდა დაახლოებით რა ვიცი 17-ისაც არ 15-16 წლის რა ეს. მან შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მოგვიანებით დაიწყე წერა. რატომ მოგვიანებით? ზოგი ახლაც არ წერს. აი სიტყვაზე მე 25 წლის ვარ. ზოგი შეიძლება, რავი, ადამიანზე თვითონ დამოკიდებული, როდის მოგაკითხავს, როდის მიხვდები, სად უნდა იყოს შენი ადგილი, სად მოძებნო შენი თავი და ასე შემდეგ. არის ჩემი მეგობრები, ზოგმა 22 წლის ასაკში, ზოგმა 25 წლის ასაკში და შემდეგ დაიწყეს წერა და საკმაოდ კარგად მუშაობენ თავის თავს. გასაგებია. ანუ შენი თავი პოეზიასთან დააკავშირე საეკლესიო დღესასწაულთან. შენი შემოქმედება თუ არის დაკავშირებული ეკლესიასთან? არის რაღაც ლექსები არსებობს, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ესადაგება ამ თემატიკას, რელიგიას. და ნუ ვიცი. ესე მიყვებით რა. შენ თვითონ რამდენად ხარ ეკლესიური? ძალიან ეკლესიური ვარ თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ამის უცებსაც ვკითხულობ. დავდივარ ტაძარში, მყავს მოძღვარი, მეც მრევლი ვარ ტაძრის. ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ისე ვერ ვიტყვი, რომ მორწმუნე ვარ დიდად თქო, რა თქმა უნდა მწამს. დიდად მწამს, მაგრამ დიდად მორწმუნე შეიძლება ვერ ვიყო. ანუ შენ ხარ ძალიან მორწმუნე, ძალიან კარგი. მე ასე ვთვლი. მეხის, მაგრამ ეკლესიურად ვერ ცხოვრობ. ცხოვრობ, მაგრამ შეიძლება ძალიან კარგი მაგალითი ვერ დავარქვათ ამას. კარგი, გასაგებია. მოდი ახლა შენ ბავშვობა შევეხოთ, ერთი-ორი სიტყვით მოგუყავი შენი ბავშვობის შესახებ, სად გაიზარდა გიორგი თუშიშვილი, როგორ დავიბადე თბილისში, ნახალუკაში. ცხოვრობ მუშათა ქუჩაზე. ძალიან მიყვარს თაურობა. მამა აქ დაიბადა ასევე. რა შეიძლება ვთქვათ ჩემი ბავშვობიდან, ბავშვობაში სხვათა შორის ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხოლმე, აი ლექსები, პოეზია, სკოლაში რაღაც თემების წერა, ასე რომ ვთქვათ, უფრო განსხვავებული ხედვა მქონდა. ეს სიტყვა შეიძლება რაღაც თემა დამეწერა და ჩემი აზრები გადავუხმოვდი ხოლმე და რაღაცებს ქმნიდი, ასე რომ ვთქვათ. მაშინ პროზაულ ენაში უფრო რა, ლექსებს აბძერდი და მქონდა ანუ ის მიდრეკილება, აი წერლობისადმი, საკუთარი აზრის გამომშრალების მკაფიოდ, ასე რომ ვთქვათ. ეს ნელა გავიზარდე, ვიპოვე ჩემი ადგილი და დღესდღეობით აქ ვარ. ბავშვობაც მიწყობს ამაში ხელს, მუსიკალური რაღაც ის პროცესი, რაც პატარაობაში მქონდა. ოჯახიც მუსიკალური მყავს, მამა კომპოზიტორი, დედა ბიოლოგი და ასე შემდეგ. ყველას ძალიან გვიყვარს ხელოვნება და ამის დამსახურება ალბათ, რომ მე დღეს ამ სფეროში მოღვაწეობ.
და როგორ მოხდება ამ კითხვით რა მინდა იცი რომ კითხო ზუსტად როგორ წერ რა დროს გიჩნდება როდის უფრო კომფორტულად წერ აი სიმშვიდე არის ძალიან ჩემთვის საჭირო პირველ რიგში აი ამ დროს შემიწევს ხალი რომ იყოს რაღაც ძალიან შვიდი გარემო ხმაურის გარეშე რაღაც აი ამ შემთხვევაში შემიძლია დავჯერდე საკუთარ თავში ჩავიკეთო და იმ აზრებს გავიცნო რაც თვითონ ჩემში არის დალექილი და გადმოვიდანო სააშკარაოზე და შევქმნა რაღაც რაც თვითონ მაწუხებს ან უბრალოდ არ მაწუხებს და מחარებს მარტო ის არ არის პოეზია რომ რაღაც შენი წუხილი შენი დარდი გადმოსცე ბედნიერებად შეიძლება გადმოიდანო ფურცელზე და სხვასაც გააცნო და აი ასეთ დროს იქნება ჩემი აზრით სიმშვიდეში ზოგი ადამიანი რა შეიძლება ძალიან ხმაურში დაწერა იგი დუბის მეტროში შეიძლება ან სადმე ეს ადგილზე მე არ ვიცი ეს ხოთა შეიძლება და რაც სურვილი დამჭირდა რომ რაღაც ქაოსში დამეწერა ლექსი და უფრო მშვიდ გარემოში ანუ ესეთი მომენტები არ გქონია რომ თავში აზრები დაგიტრიალ და მოვიდა მუზა ესე რომ ვთქვათ და არ იყავი იმ შემწყნარ გარემოში სადაც ზოგადად მუშაობ ხოლმე და არაელ სიტუაციაში ქაოსში დაგიწერია ყოფილი რაღაც აი მომინიშნია მე გონებაში ვიაზრები აი ამ სიტუაციას რო არ დამაუწყეს არ დამაუწყან ფურცელზე გადამიტანია თუ მქონია ამის საშუალება და შემდეგ შემიქმნია იმ რამოდენიმე სიტუაციაზე იმ აზრზე იმ მაგალითზე რაღაც მთლიანი რაღაც სტრუქტურული ნამუშევარი. ოღონდ საფრთხე რომ მიგსულო რომ მე მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე რომ იმ დროს როდესაც მაშინ მოგდის რაღაც აზრი შთაგონება რომ მოგაწოდა რაღაც ენერგია მას შემდეგ საფრთხე რომ მიხვალ შეიძლება ეს გაქარწყდეს უცებ გაქრეს და მერე ან დაელოდო ან თვითონ კონდეს მიდრეკილება იმისადმი რომ ისე მოვიდეს და უბრუნდე რაღაც განწყობა შეიქმნა და ძირითადად ჩემთვის ეს განწყობა მუსიკას მოყავს კლასიკას მოყავს სხვადასხვა როკსაც აქედან როკი ხო ან ხმაურიანი და არის ძალიან შვიდი როკიც არსებობს ასეთი რავი მე გურა ჰიპს უსმენ დიფარფლის უსმენ არის მათ შემოქმედებაში რაღაც ისეთი წყნარი შვიდი გარემო რომელსაც შეუძლია შთაგონება შეგიქმნას და დაგიბრუნოს ის სადაც იღავ გასაგებია იცი რა მაინტერესებს კიდევ საყვარელი მწერალი ან პოეტი ვინ არის შენი ვისი შემოქმედება მოგწონს ყველაზე მეტად რთული ასე კონკრეტულად გამოყო რომელიმე მათგანი იმიტომ რომ პოეზიას ჩემი აზრით აქვს რამოდენიმე მწვერვალი არ არის ეს ერთი რაღაც დედაბოლცი დადებული რომელზემდეც მარტო ერთი უნდა მივიდეს აი აქ არის რაღაც როგორი გარემოა ყველა ადამიანს აქვს რაღაც თავისებური განსხვავებული ნიჭი ვერ შეადარებ ახლა როგორც ფეხბურთს ან კალათბურთს მაგრამ ზოგს ფეხბურთი უფრო მოწონს ხო ზოგს მოწონს უფრო კალათბურთი და აი ეს რთულია შედარება რა რომ აი მაგალითად მე ის უფრო მომწონს ვიდრე სხვა მე ბევრი მწერალი მომწონს ბევრი ხელოვანი მომწონს მაგრამ მაინც გამორჩეულად ვიტყოდი რომ ზურაბ გორგილაძის შემოქმედება მიყვარს ძალიან ლადო ასათიანის უფრო ეროვნული ჟანრი რაღაც მუხტი ასე რომ ვთქვა სიძლიერე ლექსში მკაფიო გამოვლენება იმ სიძლიერის და რა ვიცი სულიერების რომ ყოველ შემთხვევაში მათ ჰქონდათ ჩემი აზრით ეს კიდევ ძალიან მუხრან მაჭავარიანი ოთარ ჭილაძე და კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება ესე გამორჩეს რო ვთქვა მაგრამ ძირითადად ვასილ ბესელია კიდე ეს ჩვენი დროების მწერალია თქვენთან ერთად საზრდოობს მართლაც უმჯერესი ადამიანი რომელზეც აი ვიზრდები და საზრდოობს მის შემოქმედებით აი აქვს ძალიან ლამაზი მიგნებები აქვს ძალიან ლამაზი ჩარჩოები ლექსის სტრუქტურული აგებულების და რა მე მომწონს მის შემოქმედება ძალიან და სისტემატურად ვკითხულობ გასაგებია მე ხშირად მინახავს შენი კავშირი მე-13 თვის პოეტებთან ანუ საკმაოდ ხშირად ხარ მათთან ერთად საღამოები იქნება ეს თუ სხვა ღონისძიებები როგორ ანუ რა კავშირი გაქვს მათთან ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან ის დარჩენილი 3 წევრი სამწუხაროდ ერთი გამოაკლდა საერთოდ ყველას და ყველა იმ ადამიანს ვინც იცნობდა მას ვინც მის შემოქმედებას იცნობდა ყველასთვის ტრაგიკული გადაფენდა ალბათ იმიტომ რომ ეს ადამიანი აღარ იყო და დაუჯერებელი ფაქტი მოხდა ახალგაზრდა ბიჭი პატარა ბიჭი ნუ გაქრათ გვერდ იმიტომ რომ მისმა შემოქმედება მისმა ენერგეტიკა მისმა ჩვენთან მეგობრობამ გამოიწვია ის რომ ის ადამიანი ჩვენ არასოდეს არ წაგვიშლება გონებიდან არ წაგვიშლება მეხსიერებიდან და ძირითადად მე მათთან მეგობრობა მაკავშირებს და მე მათ წევრი არ ვარ ანუ ესე კონკრეტული ვთქვათ მე-13 თვის პოეტებში შევდივარ და ვირიცხები მათ შემოგვიანობაში არ ეს ასე არ არის უბრალოდ ხშირად ვიწევს ხოლმე ერთად საღამოების ჩატარება საღამოები ძირითადად არის ქველმოქმედებითი და ასე შემდეგ ვეხმარებით ვაძლიერებთ ერთმანეთს რაც შეგვიძლია რაც სურს რომ გავაკეთოთ და
მით უმეტეს ამით ვინმეს ვეხმარებით ძალიან დიდ ბედნიერებას და სიხარულს გვანიჭებს. მე მინდა ერთი რამე შენ ახლა ოთოზე ლაპარაკობ ისე როგორც მეგობარი მე მინდა თქვა ჩემი სახით ანუ ჩემი ხმით ვილაპარაკო მე ვარ ადამიანი რომელსაც ოთოსთან არ მქონია სამწუხაროდ შეხება და მინდა აღვნიშნო რომ ოთო არ მხოლოდ თქვენ მეგობრებმა დაკარგეთ ოთო მთელმა საქართველომ დაკარგა ოთო არასდროს არ გაქრება რა თქმა უნდა როგორც შენ თქვი არ მხოლოდ თქვენთვის მეგობრებმა მთელი საქართველოს ოთოს გმირობა წლებს და საუკუნეებს ნუ ვინც იცის რა თქმა უნდა და ვისაც აქვს ინფორმაცია მის შესახებ ადამიანი დაიუყვა გმირულად თავის სიცოცხლე, თავის საკუთარ სიცოცხლე, რომელიც უბრალოდ უბოძა და მისცა გაცვალა სხვის სიცოცხლეში და მე მგონი აღსანიშნავი ფაქტია და უნდა მიესალმოს ქართველი ер გმირობა, ნამდვილად გმირობა ადამიანი, რომელსაც საკუთარ სიცოცხლეს წირავს სხვა სიცოცხლის გადასარჩენად და გამოვიდა ამ ადამიანის, რომელიც შეიძლება ბევრმა ვერ გარისკოს და ვერ გადადგეს მსგავსი ნაბიჯი. ძალიან რთულია სიცოცხლე და თქმა, მაგრამ ამ ადამიანმა შეძლო ჩვენ ვამბობთ ყველანი აი ამ ფაქტით, აი ამ გარემოებით და ყველას რა თქმა უნდა გული გვტკივა, მაგრამ ნაწილობრივ გვახარებს ეს ფაქტი, რომ ადამიანი წავიდა არ უდროოდ, მაგრამ წავიდა ღირსეულად ამ ქვეყნიდან. ნორმალური და მშვენიერი მაგალითია ალბათ ყველასთვის. იმას არ ვამბობ ყველამ იგივე გააკეთოს, მაგრამ რა ვიცი, სიტყვაზე. მე ვფიქრობ, რომ ბევრ სიკვდილს ჯობია ასე ვიტყო. ბევრ გარდაცვალებას. კი, ნამდვილად და სწორედ ოთოსნაირი ადამიანების ისტორია აცოცხლებს საქართველოს და ქართველობას ჩემი აზრით. რა თქმა უნდა. კარგი, მოდი დავუბრუნდეთ შენ შემოქმედებას. სად იღებ ხოლმე მონაწილეობას, როგორც თქვი, ძირითადად საქველმოქმედო. ძირითადად კი, უფრო ესეთი სახის საღამოები, საქველმოქმედო საღამოები. ან უბრალოდ გადავწყვეტ ხოლმე, რომ გაჩავატაროთ პოეზიის საღამო, ჩვენ თვითონ გვაკლია ხოლმე, აი აზრის გამოვლინების ადგილი შეიძლება არ გქონდეს. ნუ აზრს და ერთმანეთს ლექს ყოველთვის წავიკითხავთ ერთმანეთს, მაგრამ ისიც გჭირდება, რომ სხვას მოასმენი, გადასცე ის, რასაც ჩვენ ფიქრობ, რასაც ჩვენ წერ, რასაც აზროვნებ და გინდა მაინც საჭიროა, რომ მოისმინოს ეს ხალხმა, ადამიანმა მარტო საკუთარი თავისთვის არ შრომობს და არ იღწვის. და პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უნდა გააცნო ესენი შემოქმედება ფართო მასებს. ნუ ფართო მასა თუ არ იქნება, იყოს მცირე მასობრივი, მაგრამ ნუ საერთოდ ჯამში საჭიროა, ალბათ მე ასე ვთვლი, რომ ხალხს მიაწვდინო შენი ხმა, შენი აზრი და შენი ფიქრი, რას ფიქრობ, როგორ ხედავი ამ ყველაფერს. შეიძლება ადამიანმა, უბრალო ადამიანმა სულ კუთხით და სულ თვალით შეხედოს რაღაცებს, მაგრამ წერალი, ხელოვანი ადამიანი, აი ღრუბელი რო ღრუბელი სულ სხვანაირად აგიხატავს და იმ ლამაზ ჩარჩოებში მოაღწევს და როგორც ჩვენ გვჭირდება მსმენელი, ისე ჭირდება მსმენელს ჩვენს მოწონს და იზიარებს ჩვენ აზრს. იცი რა მაინტერესებს, აი არა საქველმოქმედო საღამოებს, რომელსაც თქვენ ატარებთ ხოლმე, აქვს კომერციული სახე თუ არ აქვს, ანუ არა, კომერციული სახე ნამდვილად არ აქვს. მე არ მახსოვს, რომ რამე საღამო ჩაგვეტარებინოს იმის გამო, რომ რაღაც შემოსავლის მხარე და წყარო ყოფილიყო ეს. ჩვენ ძირითადად უბრალოდ, აი როგორც აღნიშნე წინაზე, რომ ვატარებთ საღამოს იმისთვის, რომ ჩვენ გადავცეთ ხალხს ჩვენი აზრი, გავუზიაროთ ჩვენი ემოციები. ეს არის უბრალოდ რომ ავივსოთ ამით, გქონდეს უნარი, მე გქონდეს უფრო მეტი მუხტი, ენერგია, რომ კვლავ დავუბრუნდეთ იმ ადგილას, დავწეროთ ის, რაც საჭიროა და მე მომავალში კვლავ იგივე გავაკეთოთ, დავუბრუნდეთ ხალხს, გავაცნოთ. ამით საზრდოობს ადამიანს საერთოდ შემოქმედება. ანუ ეს არის გამოწვეული იქნა, რომ თქვენ არ ხართ დაინტერესებული ამ საკითხიდან ფინანსები აიღოს თუ უბრალოდ საქართველოში არ გვაქვს ესეთი სიტუაცია შენ? ნუ არა, როგორ არ არის, ტარდება საღამოები, რომლებიც მატერიალურ მხარესთან არის დაკავშირებული და ნამდვილად საღამო გამიგია მსგავს შემოქმედება. არის ისეთი, რომ აი თვითონ ლექს ხელნაწერს ყიდიან ნიმუშს. და არის ესეთი საღამოები, რაც კაფე ბარებში ტარდება და ლიტერატურულ ადგილებში და მინახავს ლექს რომ ხელნაწერს რომ ყიდიან, ან კიდე უბრალოდ რამისადმი დაკავშირებული საღამოა და იქიდან მატერიალური მხარეც თავის პოზიციაზე დგას ეს პარტიაზე. ჩვენ არ გქონია რატომაც რა ვიცი. რაში უნდა პოზიციის საღამო ჩავატარო და იქიდან ფული ავიღოთ და რას მოვახმაროთ. პირად ინტერესებს ხო, არა, ესეთ ხო და ამ პირად ინტერესებზე არის. ანუ შენ არ ხარ, თქვენ არ ხართ დაინტერესებული ამ ყველაფრით. კარგი, მინდა რაღაც საკითხზე გადავიდე, შენ ჩემთან პირად საუბარში აღნიშნე, რომ ამ ბოლო დროს აღარ წერ თუ ვეღარ წერ. აი ამაზე მინდა მესაუბრო, რისგან არის ეს გამოწვეული, რა მიზეზებით. ხო, მიზეზი შეიძლება ამას ასე კონკრეტულად ვერ მოვუძებნო და სახელი ვერ დავარქვა, იმიტომ რომ თვითონ ვერ ვხვდები, უბრალოდ ზოგჯერ არის სიტუაცია, რომ მინდება მივიდე საკუთარ თავთან დავრჩი მარტო დავწერო რაღაც შევქმნათ, რომელიც მე გამამდიდრებს და მომცემს იმ სულიერ საზრდოს,
რომელიც ცოტა ხანი მაინც მეყოფა რა იმ ახალი ლექსის გადაკითხვა ამავსებს და მე ვფიქრობ რომ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ალბათ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ალბათ შეიძლება ისე აღარ ვარ იმდენად აღარ მივილწვი იქითკენ რაღაც შეიძლება ახალ ეტაპს ველოდები რომელი ეტაპის უკვე კარგს მომადგა და შეიძლება სულ მალე შემოუღო ეს კარგი და დავიწყო ახალი ლექსების ან განსხვავებული სისტემა ჩამოვაყალიბო ჩემ თავში ჩემს პოეზიაში არ ვიცი ნახოთ ველოდები ჯერჯერობით ლუდის პროცესში ეს ხო არ გამოწვეული რამე პირადი პრობლემებით ან არა პირადი პრობლემებით არა ხა ნების მაგია აღნიშნე წინაზეც რომ აი ადამიანი ხან ბედნიერი წერს ხან საკუთარ თავში უბედურს ხედავს ან რაღაც ის პრობლემ ტრაგიკულს და ორივე შემთხვევაში იწერება ჩემი აზრით ის როდესაც ბედნიერი ხარ და როდესაც ვერ ხარ ბედნიერი და ეს არ მგონია რამე პირადული მიზეზის ან საკუთარ თავთან უკმაყოფილების გამოხდებოდეს კარგი ამ პირადულ შევეხეთ მოდი გითხარი რა ხდება შენ პირად ცხოვრებაში სასიყვარულო ჩემს პირად ცხოვრებაში რა ვიცი საცხოვრე მყავს და სულ მალე შევქმნით ნორმალურ ქართულ ჩამოყალიბებულ ოჯახს ტრადიციულს და რა ვიცი მეტი რა უნდა ვთქვათ საცხოვრე მყავს უკვე და ველოდებით სანამ გეგმებს რაღაცებს თვითონაც მწერალია ამაში გამიმართლა აზრებს და რაღაც კონკრეტულ რაღაცებზე არ ვიკამათებთ ალბათ, იმიტომ რომ ერთი ხედვა გვაქვს ალბათ ერთნაირად გვესმის, მაგრამ ყველა მწერალს მაინც თავისებური განსხვავებული ის შეხედულება და რა ვიცი, ნახოთ. ან თქვენი დაახლოება ამ კუთხით ხო არ მომხდა რა? კი, სამებაში იყო რაღაც, სამების დარბაზში, მცირე დარბაზში იყო რაღაც პოეზიის საღამო, ფოლკლორული საღამოც იყო რაღაც ნაზავი იყო ასეთი. და იქ მივედი და სწორედ მან მოხდა ჩვენი გაცნობა ჩემმა მეგობარმა გამოცნო ეს ადამიანი და იმ დღიდან ის მოყოლებული რაც ნელ-ნელა რაც ეტაპები განვითარეთ აზრებში გავუგეთ ერთმანეთს მოგვეწონა ერთმანეთი და გასდავდით ერთად მე მინდა ძალიან დიდი ბედნიერება გისურვოთ ამ ეტაპზე შემდეგ უკვე ოჯახით გამრავლება გახარება როგორც იტყვიან ხოლმე. ეხლა პატარა წვედა გიორგი დაგვიკითხავს თავის ლამაზ ლექსს და შემდეგ უკვე დავბრუნდებით სხვა საკითხებით და პრობლემებით. მოდი რადგან ახლა ამ თემატიკაზე ვსაუბრობთ შეყვარებულზე, საცულეზე, იმაზე, ამ თემატიკაზე წავიკითხავ ლექსს, რომელიც მას მიუძღვენებს, თვითონ მარიამ გონეფაძე არის ადამიანი და იმედია თუ უსმენს, გაუხარდებ. შენ ჩემთან მოსვლას აღარ აპირებ თუმცა ეს ქუჩები ყოველსგელიან კანში გამჯდარი მწველი აპრილი ახლა მეტწილად არაფერია ვიდრე ამ გრძნობის მკვეთრი სილურჯე გაუგნებული აზრებით ფრენა იცი სვირფასო თავს დავიმუნჯე რომ მაგ თვალებით ავიდგა ენა რომ მაგ თვალებო მე გადამრის რომ ეს სიგიჟე ნელ-ნელა შემშლის რომ კოშმარული ღამის არია სურს სიმფონიად ვაჟღერო შენში სურს საკუთარი თავის გარეშე მოვიდე შენთან რადგან უკუნი ხამია ერგული ვქარი თარეშობს და წვიმის წვეთებს გავცლოკონი ხამია მაგრამ არ არის გვიანი არ საიდან ჩანს არსით მნახველი დაგათენება სახელო თქვია შენი სახე ბრავო შესანიშნავი ლექსია მარიამს გამომართლა რომ შემოხარგეთ ალბათ მთელი ცხოვრება ესეთი სიურპრიზებით განანებიურებ მოდი ცოტა გადავდოთ შენი პირადი ცხოვრება გვერდზე და დავუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემას, მთავარ პრობლემას, ეს არის დახსე დარჩენილი ქართული შემოქმედება. შენ რამდენად ხარ ამ საკითხებზე ინფორმირებული და რა არის შენი აზრი, ან იყიდება, არ იყიდება, თუ შენ როგორ ხედავ ამ საკითხს? ჩემი აზრით ალბათ იყიდება წიგნები, მაგრამ გააჩნია რა წიგნი იყიდება, რას შეიცავს თვითონ წიგნი, რა შინაარსის არის, როგორი არის, რანაირი არის, მაგრამ დღესდღეობით როგორ თქვა ახლა, აი ყველაფერი გადასულიერა ზირთადად ინტერნეტზე, ვიდეო კოლაჟებზე ასე რომ თქვა და ფართო მასა ეცნობა ზირთადად ინტერნეტით. წიგნიერება ნელ-ნელა ისპოვა, ახლა რასაც მე ვხედავ და რასაც მე ვამჩნევ, რამდენი წიგნი დავეჭდილა სიტყვაზე უმჯერესი მწერლის, უმჯერესი ხელოვანის, მაგრამ ის კი არა რომ იყიდება, არც იციან საერთოდ რომ არსებობს, რომ არის რაღაც აი შემოსული ბაზარზე ესე რომ ვთქვათ ეს ხელოვანი და მისი შემოქმედება ეს უბრალოდ არ იციან და რა თქმა უნდა უსაკლავია და საწყენია ეს ყველაფერი რომ ადამიანი თავის შემოქმედებას
წიგნზე გადაიტანს რველზე ასე შემდეგ ფურცელზე მე გამოსცემს წიგნს, მაგრამ არავინ არ იცის და არც იყიდება. ამაში გასაკვირიც არაფერი არ არის. ის კი არა გენიოსი ადამიანების წიგნები არ იყიდება და არც იციან საერთოდ რომ არსებობს. ავიცი ძალიან რთულია. ალბათ ეს უფრო თვითონ ადამიანებისგან არის გამომდინარე, უცოდინრობის დიდი საფეხურები ალბათ აქ და ლიტერატურას ალბათ ამიტომაც არ ეცნობიან. კომპიუტერული თამაშები, რაღაც გეიმერები ესე რომ ვთქვათ, ეს პატარ-პატარა თაობები, რა თქმა უნდა, მიუტვიან მაინც ინტერნეტ ქსელებისკენ, რაღაც Facebook-ისკენ ასე რომ ვთქვათ, და ავადმყოფებულები არიან ესე რომ ვთქვათ რა. ყველაზე არ არის რა თქმა უნდა საუბარი. ყველა ადამიანი თავის დროს გამოყოფს ალბათ მაინც ლიტერატურისთვის, ხელოვნებისთვის. ბოლო წავა თეატრში, უყურებს რაღაც წარმოდგენას, იქიდან სავსე წამოვა და ალბათ არც გაუჩნდება სურვილი რომ ის საღამო გაატაროს, მე მთელი საღამო კომპიუტერთან გაატაროს რაღაც ჩათაობაში ასე რომ ვთქვათ და წიგნიერებასთან დაკავშირებით რა ალბათ მე მგონი ძალიან დიდი პრობლემაა და ძალიან გამყარებული პრობლემაა ასე რომ ვთქვათ. ხალხი არ კითხულობს ახლა. უფროსი თაობა რა თქმა უნდა შეიძლება დღემდეც ეცნობა. ვისაც არ ამოუწურია თავის ლიმიტი ასე რომ ვთქვათ შემოქმედებაში, თავის აზროვნებაში, ვისაც უბრალოდ ყოველდღიურად ავსებს, ანიჭებს ბედნიერებას, კითხვა, პროზა, პოეზია, ნებისმიერი ლიტერატურა, ალბათ კიდევ უფრო უფროს თაობას შემორჩა ეს, ვიდრე პატარებს, ვიდრე ახალ თაობას. ძირითადად მე ინტერნეტს ვაბრალებ ამ ყველაფერს. ინტერნეტს და ქაოსურ ქსელებს და რავი ახას რაღაც. ამ საკითხში არ შემიძლია რომ არ შეგეწინააღმდეგო, იმიტომ რომ მე შენ საუბრობ ჩემ თაობაზე. მე გეტყვი რომ ჩემი თაობის მეც ამ თაობის რა შეიძლება ერთ და იგივე თაობაზე ვსაუბრობთ. მე გეტყვი რას ხედავ მე რეალურად მე ვხედავ მეგობრებს, ჩემსას ნაცნობებს, არა შეიძლება სულ არ ვიცნობ და გზაში ბევრი შემოხვედრია, თუნდაც მეტროში ბევრჯერ მინახავს გადაშვილ წიგნს კითხულობენ. ანუ მე ვერ ხედავ იმას რომ პრობლემა არის იმაში რომ არ კითხულობენ. ჩემთვის პრობლემა არის რომ კითხულობენ უცხოელებს, ანუ პირატესობას ანიჭებენ უცხოელებს და არა ქართველებს. ეს რატო არის გამოწვეული? მე ძირითადად აღვნიშნე ის, რომ რა თქმა უნდა ხელს უშლის ეს ინტერნეტი, ანუ შეიძლება ინტერნეტში ეკითხო თვითონ, მაგრამ დაავადმყოფთ იმდენი ხანი იჯდე უბრალოდ და შეხედო და დაგისივდეს ბოლო-ბოლო თვალები, მაგრამ წიგნსაც შეუძლია ეს გააკეთოს, აი უფრო წიგნი უფრო მეტად მიმჩვევია და იცის მიჩვევა, აი ფილმზე რო იტყვიან ხოლმე, აი შენ წიგნი უნდა წაიკითხო და ნახე რა მაგარია. ფილმი არა, აი წიგნი წაიკითხე და ნახე. აი წიგნზე არის ძირითადად რა ეს დამოკიდებული რა ძალიან გითხრევს ძალიან დიდი ისინი რა გვიყვება პატარ-პატარა ნიუანსები რომელიც შეიძლება ან ფილმში არ იყოს ან საერთოდ გაიპაროს და ვერ შეამჩნიო წიგნში ეს არ მოხდება რა თქმა უნდა როგორც ამბობ რომ უცხოურ პოეზიას უცხოურ შემოქმედებას ეცნობიან და უცხოურ ლიტერატურას გაეცნო ვინმშლით მაგრამ ეგეც რა თქმა უნდა კარგია და რავი ნორმალურია ჩემი აზრით ახლა შენ გინდა ის წაიკითხე, რაც ხირებულია და რაც გენიას შეიცავს ალბათ წიგნი, რასაც ატარებს, ის მაინც განუვითარებს ადამიანს გონებას, მაინც მივა იმ დონემდე, რომ უკვე წიგნიერი გახდეს. რა თქმა უნდა, იყოს უცხოური პოეზია, იყოს უცხოური ლიტერატურა, იყოს პროზა, მაგრამ რავი, ქართული თუ არ იცი, სადმე დიხარ ჯერ არ ვიცი. ჯერ დაიწყე ილიადი, დაიწყე ვაჟათი, დაიწყე გალაქტიონი. მე გაიჭერი ამ ქართულ მასებში, ხელს არ ამგონია უშლიდეს რაიმში. და მით უმეტეს ვიტყვი რომ არავისზე ნაკლები და არავისზე ესეთი სუსტი ხო შემოქმედება არ არის საქართველოში რა ძალიან ძლიერი მწერლები ძალიან ძლიერი მოღვაწეები ყავდნენ და მე მიგვირს რატო არ იცნობენ და რატო კითხულობენ მაგალითად აი ჯერ შენი ცოდე ვინ ხარ რა ხარ საიდან მოდიხარ რას წარმოადგენ რო კითხონ ახლა წახვიდე და იცით მე თქვა აი ბაირონის შემოქმედებას ვიცნობ რომ დაგდე ილაპარაკო ვინ ხარ რო კითხონ რა უნდა უთხრა შენი გითხარი და დაგდეს არა მე ბაირონი მიჩემია და ეს მე თქვენზე ვისაუბრებ და მე ნუ მომაქცევ ყურადღებას შენი უთხარი შენი ილია უთხარი აკაკი უთხარი ვაჟა უთხარი უსთაველი უთხარი და ყველაფერი დამთავრებული იყო გასაგებია შენ რა პრობლემებს საუბრობთ მაგრამ მე უფრო ახალგაზრდების შემოქმედება მაინტერესებს გასაგებია ილია აკაკი ეს კიდევ შეიძლება იმიტომ არ ყიდება რომ ეს არის ესეთი წიგნები რომელიც უკვე ყველა ოჯახში არის ძველი თაობიდან არის მაგრამ იციან მე ვფიქრობ რომ იციან სხვა თუ არაფერი ამ საკითხებს სკოლაში მაინც გადიან ამ თემებს ამ პოეტებს მწერლებს სკოლაში აქცენტ მოეწევს და ეს ბავშვობიდან მოდის ჩვენში მე ვსაუბრობ ახალგაზრდა პოეტებზე აი შენ მაგალითად გააქვს წიგნი გამოცემული არა მე წიგნი ჯერ არ აქვს და
და რავი სამომავლოდ ჯერ არც ვაპირებ. მზად არ არის ამას რო. გიფიქრე ამ საკითხზე? იმაზე კი არა, რომ შენი ლექსები არ არის ჯერ ჩამოყალიბებული ან არ გაქვს იმ რაოდენობაზეა ძირითადად შეჯერებით ამოყალიბებული. მე რომ გროვდება ასე რომ ვთქვა. მატერიალურ საკითხებზე დაფიქრებული ხარ, ეს ხო ყველაფერი მატერიალურთან არ დაკავშირებულია. კი, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით იმიტომ ვფიქრობ ამ მატერიალურ მხარეზე, რომ ჯერ მასალა არის. და როდესაც იქნება ეს მასალა, მე დავფიქრები რაღაც გზებს გამოუძებნი ალბათ. რავი კეთილი ადამიანების დახმარებით შეიძლება ყველაფერს ან საკუთარი ძალებით ესე მოჭიდები და რაღაცას მაინც გამოვცემ, რამენაირად გამოვცემ, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დარჩეს ის, რასაც მე ვფიქრობ იმ ხალხისთვის, ვინც ჩემსავით ფიქრობს. გენიოსებზე გქონდა საუბარი და ახლა მათ ეპოქაში რომ მე მოვაწეობდე, თავისუფლებასაც არ მივცემდი, რომ წიგნი გამომეცა საერთოდ. ძალიან დიდი მასალა, ძალიან დიდი რავი ენერგეტიკა, სულიერი მხარე და რავი სიბრძნე ასე რომ ვთქვა. მე ჩემს შემოქმედებას სიბრძნეს ვერ უწოდებ. გასაგებია ყველაფერი, მოდი დავუბრუნდეთ ისევ შენს მეგობრებს მე-13 თვის პოეტებს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი, ხო? დიახ. რა ქვია ამ წიგნს? წიგნს ქვია მე-13 თაობის წიგნის კონკრეტული სახელი მეგონი არ დავუქვია მე-13 თაობის კრებული, რომელიც მიეძღვნა ოთოს ხსოვნას. და ეს წიგნები გავიდა გაყიდვაში იყო მაღაზიებში, ხო? კი. და შენ მე მითხარი რომ რაღაც ნაწილი გაიყიდა, მაგრამ რაღაც ნაწილი დარჩა, ხო? ძირითადად საღამოზე გაიყიდა ეს ძირითადი ნაწილი ამ წიგნების საღამოს დამთავრების შემდეგ იქვე იყო, შეეძლო ყველას იმ სიმბოლურ ფასად 13 ლარად შეეძინა ეს წიგნი და რაც გაიყიდა ალბათ იმ დროს თორე დღესდღეობითაც ეხმიანებიან ეუბნებიან ბიჭებს რომ აი თქვენი წიგნის შეძენა გვინდა სად შეიძლება ვნახოთ. ნიჭიერი ადამიანები არიან და ალბათ არც უნდა იყოს გასაკვირი რომ შეიძლება ერთი წიგნით აღარ შემორჩეთ თავისთვის დრო ამის რომ კიდევ დაამატონ დააფეჭდონ გაიცნობს ხალხი უფრო დიდი ფართო მასა და არ დარჩებათ ალბათ ეს გამოუმზეურებელი წიგნები ესე რომ ვთქვათ რა მაინც გაიყიდება ალბათ და გაიცნობს იმიტომ რომ მათ ისედაც ბევრი ადამიანი იცნობს სანამ ეს ტრაგედია და ტრიალდებოდა ოთოს გარშემო ისედაც იცნობდა ხალხი ოთოს შემოქმედებას ბიჭების შემოქმედებას რა თქმა უნდა ის იყო იძგი იყო იმისთვის რომ მეტ ადამიანს გაიგო რა თქმა უნდა რაღაცა რომ მოხდეს ყველა იგაცებს ხო ყველა იგებს მით უმეტეს დღევანდელი ინტერნეტით ყველა გაიგო ალბათ ეს ამბავი და გაიცნო რა ესე ხალხმა ასე რომ ვთქვათ რა წიგნების გაყიდვას რაც შეეხება ეს ალბათ თქვენ კითხულზე უნდა იყოს დამოკიდებული ვის მოწონს ვინ ეთანხმება ვინ არ ეთანხმება ამით ვერ ვიტყვი ხამაზე რამდენად გაიყიდება რამდენად არ გაიყიდება მაგრამ ფაქტია რომ ნიჭიერი ადამიანები არიან და მე შევიძენდი რომ არ ვიცნობდი მათ ესე მეგობრულად უბრალოდ როგორც მწერალი როგორც მხედველი ეს მსოფლმხედველი შევიძენდი მათ ნამუშევრს და გავეცნობოდი მაგრამ არის შენ როგორც ეხლა თქვი რომ იმ საღამოს რაღაც ნაწილი გაიყიდა და მე უკვე შენელდა ეს ეგ რა თქმა უნდა ესეა ძირითადად იმ საღამოს გაიყიდა რუსთავის თეატრში ხონდათ ეს საღამო და ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო სხვათა შორის რაც სასიხარულოა ძირითადი ნაწილი ამ წიგნებისა იმ საღამოს გაიყიდა და შემდეგ უკვე ინფორმაციასაც ვერ ვფლობ რა დოზით რა რაოდენობით იყიდებოდა მაგრამ ვიცი რომ დღესაც იყიდება ეს წიგნი ძალიან კარგი მე მიხარია რომ საქართველოში იბეჭდება ესეთი წიგნები რომელსაც ხალხი ყიდულობს მაგრამ სამწუხაროდ ეს მაგალითები ცოტა არის იმიტომ რომ მე ჩემი მეგობრებისგან ნაცნობი პოეტებისგან და მწერლებისგან გამიგია რომ რაღაც გამოუშვიათ წიგნები დაუბეჭდავთ უშუალოდ სპონსორები იმათი ხარჯებით და დახმარებით გავუკეთებიათ ძალიან კარგი წიგნები და შემდეგ მოწყობილ საღამოებზე არ იგებდნენ იმიტომ რომ ეს დაბეჭდილი წიგნები ესე ერთმანეთზე დალაგებული ედგათ ან ოთახში ან სარდაფში და ესე უბრალოდ რომ არ ყოფილიყო არ იგებდნენ ნაცნობებში ეს რატო ხდება ანუ აი ამაზე მქონდა საუბარი რომ არ იციან უბრალოდ ხო შეიძლება რომ არ იცოდეს ადამიანს არ ქონდეს ინფორმაცია ამ თუ იმ წერილის შესახებ და მის შემოქმედებაზე საერთოდ აღარ ელაპარაკი არ იცნობენ უბრალოდ პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა იყოს არ საკმაოდ ცნობადი პოეტები არიან თუ ცნობადი მწერალია მაშინ ერთი ვარიანტია მეტი მეც მე ვერ ვხედავ ერაფერს რომ
მარტო ყდა არ უნდა იყოს ლამაზი ყდა წიგნის. მაშინ უნდა იყოს ისეთი მასალა, რომელიც მოწონებას დაიმსახურებს ჩემს. არ ვიცი, აბა მეტი რა პრობლემა უნდა იყოს. ან არ გიცნობ, ან უბრალოდ არ მოწონთ ის რაც იქ წერია. და ახლა თუ აჩუქებ ნაჩუქარცხანს კვილი არ გაესინჯება ხო? ან არის კიდევ მესამე ალტერნატივა ამ ადამიანებს კიდევაც შეუძლიათ ინტერნეტში წაიკითხონ ის ყველაფერი. ხო, ანუ მაშინ მატერიალური მხარია, მაგრამ თუ შენ რაღაც ძალიან მოგწონს, რა უნდა ღირდეს ახლა ის წიგნი ისეთი რა თანხებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომ მე მაინც ინტერნეტში გავეცნობი, ამაში ფულს არ გადავიხდი, ასე რამდენი მოიქცევა. ძალიან ცოტა ხო, ყველა რატო? არა, ყველა მოიქცევა, რომ არ გადაიხადოს ფული. რატო? უმეტესობა რა რა უნდა გეკეთო 5-7 ლარი ხო წიგნები ახლა მეტი რა უნდა გეკეთო დიდი გენიოსების წიგნები არის იგივე ფასის და ახლა ახალბედა წერლის რა უნდა უშევარი ესეთი კატასტროფული ფასი როგორ უნდა გეკეთდეს რომ მოდი მე წავალ ინტერნეტში წავიკითხავ და ეს იყოს აქ მაგრამ რეალობა ესეთია რეალობა ამას გვიჩვენებს მე არ ვეთანხმები ახლა ამ რატო ბიჭების წიგნი ხო შეიძინეს მით უმეტეს რომ 5-7 ლარზე ბევრად მეტი იღება არ ვიცი, რეალობა მე დავაკეთეთ საკმაოდ დიდ მაღაზიათა ქსელში, წიგნების მაღაზიათა ქსელში და იმათაც იგივე ამ დამიდასტურეს ჩემი ვარაუდი, რომ იყიდება უცხოური, არ იყიდება ქართული. არის ისეთი შემთხვევები, რომ საერთოდ მაღაზიებშიც არ შეიოხდეს წიგნები და რატო ხდებიან? ხო, ყავს ეს ნიჭიერი პოეტები, ჩვენს ეხლა ვსაუბრობთ კონკრეტულ მე-13 თვის პოეტებზე, მაგრამ არიან პოეტები, გავსად ნიჭიერები, აქვს ძალიან კარგი შემოქმედება, წერილები იქნებიან თუ პოეტები, მაგრამ არ იბეჭდება მათი წიგნები. ეს არის გამოწვეული ფინანსური პრობლემებით, ეს არის გამოწვეული კულტურის დაბალი დონით თუ ახლა მე არ მინდა პოლიტიკასთან გავაიგივო ხო თქვენი საუბარი და საერთოდ არც მინდა ამ თემას შევეხო და არც არასოდეს მქონია ამის სურვილი, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი ხალხის მიმდინარეობა და ნაკადი მიდის რაღაც ამერიკისკენ, მიდის ევროპისკენ, მიდის რაღაც ესე ფართო მასებისკენ და არ აქცევენ ყურადღებას რაც სახლში გაქვს. ჯერ შენი სახლი დაასუფთავო. მე მიხედა იმას, აი იქით, გარეგან სამყაროებს. ძირითადად მიილთვის ყველაფერი, თუნდაც მდგომარეობა ავიღოთ რაღაც. აი არ მინდა თქო, მაგრამ მე გარყვნილების ის ძალიან შემოეჩვია საქართველოს, რაც მასობრივი ის საშინელება და დეგრადაცია და გონებრივი თუნდაც ადამიანის აი არ მინდა რა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც მომიწია რა. რომ ყველაფერი მიილთვის სადაც იქით და არა აქ. ამიტომ არის ყველაფერი გაამერიკებული, გარუსებული, ასე რომ გარყვნილი და ბოდიში და გათახსირებული. მაინც კარგი, მოდი მაშინ ამ პრობლემის მოგვარების საკითხებზე ვისაუბროთ. შენი აზრით რა შეიძლება გაკეთდეს ხეს ისეთი, რომ ეს საკითხები მოგვარდეს დალაგდეს და ჩვენ შევიძინოთ ჩვენი შემოქმედება? ნუ რავი როგორ გითხრათ ახლა. მე რასაც მინდა გავაკეთებ იმას, ხო? მე როგორ უნდა მომმართო და მომატრიალო რაღაც ისეთი გრადუსით, რომ შემცვალოს საერთოდ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, მათი აზრი მაინტერესებს, მათი მწერლობა მაინტერესებს, ხელოვნება მაინტერესებს, ფოლკლორი, მუსიკა, ყველაფერი მაინტერესებს, რაც კი ღირებულია და რაც კი კარგი და რაც კი ცუდია, ისიც მაინტერესებს, როგორ აღმოვთხრა, მაგრამ რა არის ისეთი ხა მე როგორ უნდა ვეძალაო და ვეხვეწო ადამიანს, მოდი შენ შეიცვალე, მოდი შენ დადექი ამ გზაზე, მე შეიძლება უთხრა ერთხელ, უთხრა ორჯერ, თვითონ თუ არ აქვს ამის კენმიდრეკილება რომ შეიცვალოს, რაღაც შეცვალოს თავის თავში, ეხლა რამდენიც გინდა ეძახი ხო და რამდენიც გინდა ელაპარაკე და უხსენ. აი ძალიან კარგად აქვს რუსთავის ნათქვამი, იგი თვით ების ვინ ების, ყველამ თავის თავი უნდა დააგოს. პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს. თავისუფლება მარტო ის კი არ არის, რაც მოგინდება ისაკეთ. თავისუფალი ხარ მაშინ, როდესაც ფიქრობ იმას, რასაც შენ აკეთებ, რომ ეს ცუდია და მას არ გააკეთებ. აი მაშინ ხარ თავისუფალი და ძლიერი ადამიანი. თორე ყველა ის თუ აკეთებ, რაც მომდება, არავინ არ იტყვის, ხო? მე ეს მინდოდა და მე ამას ვაკეთებ. მაგრამ ძალიან დიდი გავლენა იქონია, აი განვითარებებმა, 1000-მა რაღაც საშუალებებმა, ტექნიკური იქნებოდა თუ მორალური ეს მხარეები, ყველა გამოამჟღავნა, გამოიყვანა ჩარჩოდან ასე ვიტყოდ. ყველას თავის ბუნება დაანახა ნათელი თვალით. იმიტომ რომ ამის საშუალება მიეცათ. მე ვფიქრობ, რომ ადრე ამის საშუალება არ ჰქონდათ. აი მაგალითად, ავიღოთ გეი სიტყვაზე, ხო? აი ხა როგორ არის ეპიდემიასავით არის მოდებული საუდამყოფობა და ადრე ვინ იტყოდა ერთ თუ შეამჩნევდი ყველა ალესილი ხმლებით უყურებდა. ნუ ხა ასეც არ არის გამართლებული და ვის ავადმყოფია თორე ეს ჩემი აზრით ეს დაავადებაა და უბრალოდ ამის გამო ხდება ეს რა. რო სხვა არაფერი. კარგი, ჩვენ ცოტა ავწვით. ხო, ავწვით, იმიტომ რომ მიგვიყვანა მე საერთოდ რაღაცებზე დავუწევ საუბარს, რაღაცებს უკავშირებ და
ინტერესის გამოწვევა ჩვენ ვფიქრობ, რომ ესე ხელოვნურად ვერ მოხდება, თავისთავად უნდა იყოს ადამიანის რა თქმა უნდა, შენ შეიძლება მიუთითო მისცე მაგალითი, მაგრამ იმას თუ შენი მაგალითი ძალიან არ აინტერესებს და ამას თუ ირონიით შეხედავს და სარკაზმით აიგდებს, აზრი არ აქვს. ანუ შენ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ სარკაზმით უყურებთ ამ ყველაფერს ჩვენ შემოქმედებას არ ვაფასებთ? ძირითადი მასალა. ჩვენ არ ვიცი ხა. მასაზე ხო ის ადამიანები ხა თვითონ თუ არ აინტერესებს რამდენიც გინდა უთხარი, იბრძოლე ამისთვის, მაგრამ არ ვიცი. ესე მგონია. ვერაფერს ვერ შეესმენ ადამიანს თუ იმას ესე არ უნდა. მე ვხედავ ამ სიტუაციაში გამოსავალს ერთადერთს, რომ არ დაიდოს ეს მასალა პოეტებს, რაღაც გარკვეული ნაწილი, რომ დაინტერესოს მსმენელი იქნება თუ მკითხველი და დანარჩენი ნაწილი ეს უკვე, როდესაც გამოიცემა წიგნები, ანუ იყოს რაღაც გაშლილი ნაწილი შემოქმედების, რომელსაც ყველა წაიკითხოს, მაგრამ ვისაც ის უყვართ, მაგრამ იყოს გარკვეული ნაწილი, რომელიც არ იქნება ინტერნეტში გაშლილი და იქნება წიგნში და მაგრამ უკვე თუ გიყვარს, თუ გაინტერესებს, გინდა არ გინდა, მიდიხარ და ყიდულობ, იმაზეც ისაუბრა, რომ არ აქვს დიდი ფასი და იმ ხელაფასი, რომ ჩვენ ვერ გავყვეთ. გასაგებია ყველანაირი მატერიალური პრობლემები, მაგრამ თუ მივდივართ და ვყიდულობთ უცხოურ ნაწარმოებებს, არც მოწონს ამ ადამიანებს, არც მოწონთ ქართული შემოქმედება, ჩემი აზრით ესია, იმიტომ რომ შენ თუ რაღაც მოგწონს, რატო წახვარ ჯერ იქ და რატო გაეცნობი სხვას, როდესაც შენ გაქვს აქ ის მასალა, ის ღირებული მასალა, ის სიბრძნის შემცველი მასალა, ის რაღაც გონების განმავითარებელი მასალა, ასე რომ ვთქვა, რატო წახვარ და სხვას რატო წაიკითხავ, ესე იგი არ მოწონთ. ან გადაკითხული აქვს რაღაც ნიმუშს არიან გაცნობილები და იმის მიხედვით შეექმნათ შთაბეჭდილება. და შეიძლება ძალიან ცუდი შთაბეჭდილება შეექმნათ, შეიძლება რაღაც ცუდი მასალა წაიკითხეს, რომელიც არ მოეწონათ, ვერ აღიქვეს ისე როგორც საჭირო, ან უბრალოდ ვერ გაიგეს. ჩემი აზრით ვერ გაიგეს. იმიტომ რომ პოეზია იმხელა რაღაც დიდი სივრცეა, იმხელა აკადია ქონების მოსხოვების, რომ შეიძლება ყველა ადამიანი ვერ გაიგოს და ვერ შეიცნოს. რა არის და რა წერია. რთულია ამის გაგება. ну იშვიათად, მაგრამ არიან ადამიანები, საკმაოდ ჭარბად, რომლებსაც ესმით პოეზია, ესმით შემოქმედება, ესმით ხელოვანის თვალით დანახული სამყარო. აი ბევრი ადამიანი არის, რომელიც წერილს დაწერილ ლექსს ბევრად უკეთ წაიკითხავს, ბევრად უფრო ემოციით წაიკითხავს, იმიტომ რომ მას მთლიანად ესმის. აი ამაზეც არის დამოკიდებული. ალბათ არ მოწონს ჩემი აზრით, ქართული შემოქმედება მათ არ მოწონს და ამიტომ მიუთმენ. ვერ რაღაც მომწონს, ვინმე დამაცალებს, რომ გინდა თუ ის წაიკითხო. ხო ვერა? გასაგებია. ანუ ჩვენ მაინც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს პრობლემა არსებობს და საკმაოდ სერიოზული მუშაობა ჭირდება ამ ყველაფრის განსავითარებლად ამ პრობლემების დასალაგებლად და ბოლომდე დაალაგდება თუ არა, ეს კიდე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარგი, გიორგი, ჩვენი გადაცემა მივახოდა დასასრულს მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ საინტერესოდ გამოხატე შენი აზრი. მინდა წარმატებები გისურვო კარიერაში, პირად ცხოვრებაში, ბედნიერება. ძალიან დიდი მადლობა ასწორებთ. თქვენგით უფროსი ტელემოყურებლები შეგახსენებთ, რომ ეს არის არც თავობა, მე სოფია შენგელია ვარ, დროებით ემშვიდობებით ნახევარს.